მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები ორამდე შემცირდა. პროფესორმა მერაბ ბერიძემ თავისი კანდიდატურა ერთ-ერთი კანდიდატის ვახტანგ თაქთაქიძის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ ბერიძემ დღეს განაცხადა. დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატებმა თავიანთი სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები საჯაროდ წარადგინეს. რექტორის არჩევნები 30 იანვარს გაიმართება. ახალგაზრდაცის ვახტანგ თაქთაქიძის სასარგებლოდ. მოხსნა იმიტომ, რომ რატომაც ასე თვითონაც გამოგოძა და ასე ჩავწერეს ეჭვს. დიდი მადლობა, ვინც დღეს მოგზანდით. მოდით გიხდით, რომ ჩემს პროგრამას წარმოგიდგენთ, მაგრამ ვინც გახდება რექტორი, მას დაუდებთ პროგრამას, რომ თუ დასჭირდება, გამოიყენოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონო მერაბ. საგანმანათლებლო დაწესებულების ახლანდელი რექტორი მაკა ბერიძეა. იგი 2 ვადით 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტს. ბერიძეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. რა გეგმები აქვთ რექტორობის მსურველებს? თინა გელაშვილს და ვახტანგ თაქთაქიძეს. გთავაზობთ ვიდეოს. პირადად ჩემი ხედვა სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს რამდენიმე ამოცანათ იყო, ეს ეფუძნება ჯერ ერთი უმაღლესი განათლების მისიას, უმაღლესი განათლების მიზნებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ჩემი ხედვაც, რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების დაანონსებულ კონცეფციიდან გამომდინარე არის. შევეცადე და ნახეთ თქვენც, რომ მქონდა საკმაოდ დეტალური ანგარიში წარმოდგენილი და პრეზენტაციაც წარმოდგენილი. ეს იყო სწავლების თვალსაზრისით, კვლევების თვალსაზრისით, იყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მეცნიერების კუთხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, იყო მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში მენეჯმენტის PR კამპანია და ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. სხვადასხვა კუთხით გავშალეთ, რა თქმა უნდა, ის პრიორიტეტები დავისახეთ, რა პრიორიტეტებიც უნდა განვითარდეს რეგიონში და რეგიონის შრომის ბაზარზე მორგებული პროფილები უნდა განვითარდეს. ვფიქრობ, რომ ყველაფრის ცენტრი და ყველაფრის ფოკუსი უნდა გაკეთდეს სტუდენტისათვის მაქსიმალურად ეფექტიანი გარემოს შექმნაზე. როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, აგრეთვე კვლევისა და სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებით, ყველა ღონისძიება უნივერსიტეტში უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა რეალურ ცხოვრებაში მიიღონ შესაძლებლობები და რეალურ ცხოვრებაში შეძლონ საკუთარი საქმის დაწყება, ბიზნესის კეთება თუ პროფესიული მოღვაწეობა. რექტორობის კანდიდატებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს, რომ მათი სამოქმედო გეგმა მორგებულია იმ კონცეფციაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო და რომელმაც არაერთი დარგის სპეციალისტის კრიტიკა დაიმსახურა. უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის თქმით, ქართული ოცნების განათლების რეფორმის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებაში უქმდება იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტები. ხოლო სანაცვლოდ იგეგმება საბუნების მეტყველო, ვეტერინარული, პედაგოგიკური მიმართულების გაძლიერება. ჩვენ როგორც მოქმედ რექტორს, ისე რექტორობის კანდიდატებს განათლების კონცეფციის შესახებ ვკითხეთ. გთავაზობთ მათ პასუხებს. დღესდღეობით, რაც დაანონსებული რეფორმაა, აქ უმაღლესი, ესე იგი, განათლების მიმართულების გაძლიერებას გულისხმობს სახელმწიფო და გულისხმობს აგრარული მიმართულებით გაძლიერებას. ამას ვეთანხმები ერთის მხრივ, იმიტომ რომ მართლაც რეგიონის პრიორიტეტი ეს ორი მიმართულება, სადაც ბაზარი ყოველთვის იქნება და ყოველთვის მოხდება, მაგრამ ბაზარი, რეგიონული ბაზარი კიდევ მოითხოვს გარკვეულ სპეციალობებსა და გარკვეულ მიმართულებების დამატებას, რომელიც შეიძლება ჩვენს უნივერსიტეტში პროგრამების სახით განხორციელდეს. ეს იქნება აკადემიური პროგრამები, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სადოქტორო პროგრამები თუ პროფესიული პროგრამები. ბუნებრივია, ნებისმიერი თბილისში წასული სტუდენტი დამატებით ხარჯებს მოითხოვს. იქ ბინისქირის პროეს არის, თქვა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. შეიძლება იყოს აგრეთვე, რა ვიცი, დარჩენის ხარჯები, ბუნებრივია,
დაბრუნების ხარჯებია პრობლემა. უკან დაბრუნების ხარჯები იქნება ჩამოსვლა იქნება პრობლემა და ფიქრობ სიცარიელი რომ არ იყოს კვალიფიკაციების, აქ რაღაცა პატარა, თუნდაც 20 კაციანი, თუნდაც თვით დაფინანსებაზე მე ვფიქრობ, რაღაცები უნდა ამოქმედდეს, თუნდაც ანუ სტუდენტმა თვითონ დაიფინანსოს, რომ არ მოხდეს რაღაცა ფანჯარი სიცარიელის გაჩენა სპეციალობებში. ეს არის ფაქტობრივად უდიდესი შესაძლებლობა რეგიონული უნივერსიტეტებისათვის სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალურ ხარდაჭერას ან გარკვეული სპეციალობების განსაზღვრას უნივერსიტეტისათვის, არამედ ახალ საკადრო პოლიტიკასაც გულისხმობს, რაც მოიაზრებს ახალი მიმართულებებით უფრო მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვასაც. რატომ აძლევს უნივერსიტეტი განათლებას სტუდენტს? იმიტომ რომ ის იყოს კონკურენტუნარიანი და დასაქმდეს. ესე იგი, გვინდა თუ არ გვინდა, უნივერსიტეტი პირდაპირ გახლავთ მიმული შრომის ბაზარზე. ნახეთ, კონცეფციამ დაასაბუთა კიდევ ერთხელ და კონცეფციაში ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირდაპირ ხდება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიბმა. ეხლა თქვენ როდესაც ბრძანეთ ეკონომიკის, აღმოჩნდა, რომ ამდენი ეკონომისტი ქვეყანას არ სჭირდება მიშა. ესე იგი, ჩვენ ვაძლევთ ადამიანს დიპლომს და ვერ უზრუნველყოფთ მის დასაქმებას. გესმით? მოდი ასე ვთქვათ, სტუდენტის პირველი საჭიროება ხო ის არის, რომ განათლება გამოიყენოს. და იცოდეთ თქვენ, რომ კონცეფციამდე უბრალოდ თვალი რომ მიადევნოთ ეკონომიკის პროგრამაზე ჩარიცხვის მაჩვენებელს. თავად აბიტურიენტებმა გამოიტანეს ეს დასკვნა. ბოლო წლებში 5 ან 3 სტუდენტი აბარებდა ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან იყო დაფინანსებული. იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ, რომ ამ მიმართულებით რეგიონში დასაქმების შანსი ისეთი არ ქონდა თავისი სპეციალობით. მაშინ როდესაც სხვა სპეციალობით იყო. მოდი ერთი რამ ვთქვათ, უნივერსიტეტი. ახლა გადავიდეთ საჯაროდ მმართველობაზე. საჯარო მმართველობა იყო მოთხოვნადი, მაგრამ მე თქვენ გეკითხებით. წელიწადში მარტო 3 ჯავახეთს. წელიწადში 100 საჯარო მოხელე სჭირდება? თქვენ რომ ეს კითხვა დამისვათ მე. მოდი ახლა შევაბრუნოთ საკითხი. 100 სტუდენტი, ანუ სჭირდება რაღაცა იქიდან გამომდინარე, რომ მიბმული ვიყავით სტუდენტების ფინანსურად მიბმული ვიყავით სტუდენტების რაოდენობაზე. იძულებული ვიყავით, რომ არა ქვეყანას რა სპეციალობაც სჭირდება, არამედ პოპულარული რაც არის აბიტურიენტებში, იმ სპეციალობებზე მიგვეღოთ, თორე მეც ვიცოდი, რომ 100 საჯარო მოხელე წელიწადში 3 ჯავახეთს არ ჭირდება. ვარ ძალიან გულწრფელი, მაგრამ მე უფრო მეტ შესაძლებლობას ვხედავ ახლა სტუდენტებისთვის. მე თუ ერთდროულად, ნახეთ, აგროტექნოლოგიების მიმართულებით, ვეტერინარიის მიმართულებით, გავამრავალფეროვნებ. მე გულისხმობ თუ ეს უნივერსიტეტი გაამრავალფეროვნებს. იმ აბიტურიენტს თუ შესთავაზებს არა მარტო სწავლას, არამედ გარანტირებულ დასაქმებას, სადმე მის ინტერესის შელახვა არის, თორემ ძალიან ბევრი საჯარო მოხელე, რომელსაც საჯარო მოხელის დიპლომი აქვს, ან ჩვენ ხომ ერთ რეალობაში ვცხოვრობთ, თავისი სპეციალობით ვერ საქმდებოდა და აბსოლუტურად უბრალოდ ძალიან კარგი ბავშვები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ აბსოლუტურად კავშირში რომ არ იყოს საჯარო სამსახურთან, ისეთ საქმიანობას ასრულებდნენ ახალგაზრდები, მეც გეტყვით თავად სტუდენტობის სწავლის პერიოდში. ამიტომ მე მივესალმები, რომ აბიტურიენტს შეუქმნათ სწორი მოლოდინი და ვუთხრათ, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკრეტულ პროგრამაზე, კონკრეტული რაოდენობით, იცოდეთ, რომ გარანტ ამავე დროს იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაგასაქმოთ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს, გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.